ესენი იწყებენ ხალხის განთავისუფლებას, მაგრამ როგორ პრინციპი ესეთია, ეუბნებიან რომ აღიარე დანაშაული. დღეს წავიკითხეთ რომ ნახევარი თავის საკუთარი მთავრობა დაიჭირეს ამათმა, ხო? ღარიბაშვილი, ლილუაშვილი. დღეს ლილუაშვილზე იყო საუბარი რომ თუო მოინანიებსო, მაშინო საპროცესო გარიგება იქნებაო. ანუ რა გამოდის? ან არ არის დამნაშავე ეს ხალხი. და ესე იგი უბრალოდ ტყუილა დაიჭირეს და თუ მოინანიებენ, ანუ თავს აღიარებენ დამნაშავეებად, მაშინ გაუშვებენ. ანუ პირველი ვარიანტი ეს არის, რომ შენ გიჭერენ, არაფერი არ ხარ დამნაშავე, მთავარი აღიარო რომ ხარ დამნაშავე და მერე გიშვებენ. მეორე ვარიანტია თუ დამნაშავეა ეს ხალხი, როგორც ამას ამტკიცებს ეს ხელისუფლება, მაშინ გამოდის რომ თუ დამნაშავე კაცმა აღიარა, რა დანაშაულის არ უნდა ჩაიდიოს, მაინც გაუშვებენ მას. ამათ ფულის მოპარვას აბრალებდნენ მილიონების. ანუ ეს რა სიგნალია ახალგაზრდებისთვის, რომ მოიპარე რამდენიც გინდა, მერე დამნაშავეთ აღიარე თავი და გამოგიშვებთ. აი ესეთ აბსურდებში, აბსურდის თეატრია ეს ყველაფერი. მასკარადია კობახიძეს საერთოდ ყველგან და ყველაფერში მასკარადს აწყობს დაწყებული ფასების კომისიიდან და დამთავრებული აი ამ საქმით. აი ეს ბოლო პერიოდი და პლუს ეს ყველაფერი ბრალდება ბოლოს კიდე ბიძინა ივანიშვილს ისევ კობახიძის განცხადებით.